ოპა ძალიან შემწევდა კოტე გავიყინე მაკანკალებს რა ხდება კოტე შენ DJ გოგას გავხარ გაურო მე ვარ DJ კოტე DJ კოტე და როგორი სტუმრები ყავს მეჩქარება ალბათ მიხდით დღეს ესე იგი რატო გვაცვია ესეთი რაღაცები იმიტომ გვაცვია ცივა დღეს სტუდიაში თოვლის შეიძლება წამოვიდეს არ არის გამორიცხული სნოუბორდისტები არიან ისეთი სტუმრები ყავს მოიყვანენ თოვლის კი დღეს ჩვენი სტუმრები არიან სნოუბორდისტები ესე იგი, ბევრ წარმატებას მიაღწიეს, ბევრსაც აპირებენ და მოდით დაუზახოთ ლუკა რუანი, მეცახელად ხორიჩან, ნუგზარ დიაკონაშვილი, ნინძა მეცახელად, რევაზ ნაზღაიძე, მიხეილ თაზოშვილი და ყოველთვის კარგად ნაცნობი ლევან მშულაძე, საქართველოს სნოუბორდის ფედერაციის პრეზიდენტი, რომელიც თვითონ წაიყვანს გადაცემას, ეხლა მე ეჭმის არ მეპარება ამაში, დილამშვიდობის ბიჭებო, როგორ ხარ? გავარჯევთ. მოდი მოვყვეთ ლუკა. როგორ დაგხვდით, როგორ ფორმაში? ლუკა დაგვიბრუნდა ავსტრიიდან, გუშინ ცოტა ხნის წინ, ხო? გუშინ, მოდი მოვყვეთ იქ რა წარმატებას მიაღწია, ყველაზე ახალი და ცხელი ნიუსი არის ეს. რაკენი რა მოვიგეთ, რა წავაგეთ, ასე შემდეგ ყველაფერი და გავაგზავნე. Snowboard cross-ში გავიმარჯვე, გავიმარჯვე იყო და გავედი 25-ზე. შენ შაქარი? აი საკმაოდ კარგ შედეგს მივაღწიეთ. კი, საქართველოსთან პირველი იყო შედეგი, ესეთი 25 ადგილი. ნამდვილად საქართველოს ასე თქვათ. აი რას აღნიშნავდი ვთქვათ შენთვის, რას არ ელოდებოდი, რას ელოდებოდი, რა სირთულეები დაგხვდა, რაც ვთქვათ შეიძლება წინასწარ რისთვისაც არ იყავი მომზადებული ან პირიქით. კი, ნავიდან სირთულე დამხვდა. იმიტომ რომ მომზადებულები ჩამოვიდნენ და იქაც იყო ვარჯიში, მაგრამ ისეთი რომ ჩემთვის ყოფილიყო შედეგიანი არა, მაგრამ რაც შემეძლო მაქსიმუმი გავაკეთე და ეს იყო რომ 25-ზე გავედი. არ მქონდა მით უმეტეს პლუს კროსის ბორდი, იქ სხვა ბორდებით გამოდიან და აი კადრებით გადის აი ეს ვინც არ იცის თქვა ჩვენ მომაყურებელმა რო ავუხსნათ სხვადასხვა სახეობა რო არსებობს ეგ ის ამბავია ხო და შესაბამისად სხვადასხვანაირი ბორდით სრიალებთ ხო სწორად მივხვდი სხვა და ჩამოიტოვე ესეთი ცნობილი ქვეყნები როგორც არის ესპანეთი, უკრაინა და ასე შემდეგ ხო ან ძლიერები საკმაოდ რუსეთი, ბულგარეთი, ლატვია მოგესალმებით GDS მოგესალმებით GDS-ის მაყურებელს ყოველთვის ისეთი ემოცია მოდის და აურა თქვენთან მოსვლაზე რაც შეეხება ლუკაზე რამოდენიმე უფრო დაწულებად პასუხს გაცვენთ. Snowboard cross-ი ევროპის ოლიმპიურ ფესტივალზე 25 ადგილი ეს დიდი შედეგია. პირველად იასპარეზა ლუკა დადგა შვეიცარიელებთან და ავსტრიელებთან ერთად სამი მოდიოდა. სამი გამოვიდა პირველი ეტაპი და ეს ეტაპი გადავლეხეთ და შევედით 32-ში. აჯობა შვეიცარიელს, ავსტრიელს და პირველი ჩაიარა. ესეთი მომენტი იყო რომ სამი მოდიან და ძალიან რთული სახეობა ერთმანეთის დამტვრევა არის და ამ დროს შვეიცარიელი, ავსტრიელი დაეჯახდნენ და ლუკა გვერდზე მოდიოდა და გაძრა და ჩავიდა და სახელის დაორქი ქორიჩა, ჩავარა ქორი ისეთი სიხარული იყო რომ ამოდიოდა ლუკა და მე მივხვდი რა ქვეყნები ჩამოტოვეთ ეს იყო რუსეთი, ესპანეთი, უკრაინა, ბულგარეთი, ლატვია და ეს შედეგია რაც ჩვენმა ოლიმპიურ კომიტეტმა მოგვილოცა ქვეყანას და მე ლუკასაც მივულოცა ვაჟკაც სურათი არა ძალიან მაგრათი არა და ესა დიდი ტრამპოლინი და დიდი მიღწევა ლუკასთვის რა შეიძლება სხვა შეჯიბრეს ლევან შენთან დავჩვენე მაგრამ მკითხვით რომ ძალიან რთული ალბათ 3300 მეტრიდან ჩამოხვიდე საქართველოში შემდეგ ისევ ევროპაში წახვიდე იქ ავსტრიაში რომ ეს ცვალებადობა აკლიმატიზაცია რამდენად მარტივად გადიხარდა ეგუებით როგორ ემზადება ჩემოდნებზე ხართ ფაქტიურად ხო შენ იცი რომ გუდაურში ადიხარ 3300 მეტრზე გუდაურში მე ჩამოვედი თქვენთან ეთერში ვიყავი წავედით ავსტრიაში ლიხტენშტეინში 2600 მეტრზე ვასპარეზობდი ჩამოფრინდით გუშინ ჩამოვედი და პირდაპირ აქ მოვედით ხვალ მივდივართ ესპანეთში სოფლიო უნივერსიადაზე სადაც მიხეილ ტასოშვილი მიიღებს მონაწილეობას დაუმარცხილი უნივერსიადაზე 2 წლის გამარჯვებული ძალიან რთული არის მივხვდით აკლიმატიზაცია ცვალებადობა ეს მედიცინური ენით მინდა აგიხსნა რაც შეეხება შემდგომ შეჯიბრებებზე ისე საუბრობ რომ მე თვითონ კითხვას უწევ ჩემ თავს და მე თვითონ ვცემ პასუხს ნუგზარ დიაკონაშვილი მეცახელად ნინძაში დევსა ეს თვითონ სახელი ნინძა და ამბობს რას აკეთებს ეს გუდაურში ბაკურიანში ტყეში მიიღეს მონაწილეობას ჩეხეთში snowboard cross-ში წარმატება მინდა უსურვო მომზადებული ბიჭია ძალიან ეს როდის მოხდება ეს 28-ში გაემგზავრება 28-ში არის ჩეხეთის snowboard cross-ში შეჯიბრი
ხვალ მე და მიხეილი გამგზავრებით სოფლიო უნივერსიადაზე ესპანეთში, რასაც იგივე მინდა რომ შევიდეს 32-ში და ეს ეტაპი გადავლახოთ, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი და რევაზ ნაზღაიძე. ეს ყველას რომ ნინძა და ქორიჩაქვია მიხეილს არ აქვს ზედმეტსახელი. მიხეილი დაუმარცხებელი არის უნივერსიადაზე. მინდა რევაზ ნაზღაიძის მეტსახელი მე ვიცი. ეს არის დაუმარცხებელი კი არა, კაცი არ ვიცი. მე მახსოვს ბავშვობიდან რომ უყურებ ამ კაცის ვარჯიშს. აი ამიცია სპორტული სნოუბორდია, ხო? კი, სხვადასხვა სნოუბორდები გვიჭირავს. დაწოლილის არ ვიცი, რაღაც სასწავლებს აკეთებს, ბავშვობიდან მახსოვს როგორ ვარჯიშობდა მონდომები. რევაზ ნაზღაიძეზე მინდა გითხრათ, ეს არის ლიდერი, რომელმაც გაიყვანა უკვე ეს ახალგაზრდობა, ჩვენ რასაც უყურებთ რევაზ ნაზღაიძეს ბევრი ტიტულის მქონე პიროვნება, მედლები აქვს, გამარჯვება და ერთად გავიარეთ, ერთი 20 ქვეყანა მოვიარე და ეს გადავეცით უკვე თქვენ უყურებთ. 15 წლის უკარულოა, ასაკობრივი ჯგუფი, უნივერსიადა, ასაკობრივი ჯგუფები. მე უკვე სნოუბორდ კროსი უბრალოდ დიდები ერთვებიან და აი ესაა ჩვენი გუნდი, ჩვენ ყველა ერთად ავართ რა და რევაზ ნაზღაიძე გვეტყვის 2-20 სიტყვას რომ ამ სნოუბორდზე როგორ ემზადება და რა მე ველოდები მედლებს უკრაინაში უნდა მეიყოს მონაწილეობა რევაზიმ უამრავი ტიტული გაქვს შენ საერთოდ და ბევრი შეჯიბრში ხარ გამარჯვებული და ამაზეც გითხარი ერთი მოგესალმებით მიმესალმებით მეცინება რო გიყო რავი ძალიან მიხარია ეხა ესე ამდენი ხალხი როზე ვართ აქ მარტო მედალევანი ვიყავით ხოლმე ვიჯექით ესე და მთელი რთული გზა გამოვიარეთ ამ ყველაფრისთვის რომ ეს მიგვეღწია და უკვე ბევრნი კი უკვე ბევრდი ვარ და უკვე ვითარდება სვანეთში გუდაურში მესტი ანუ ბაკურიანში უფრო მეტი ხალხია დაინტერესებული ხო დამწყებები ვინც ესე რა თქმა უნდა თქვენსავით პროფესიონალურად არ უდგება ამ ყველაფერს მაგრამ იწყება იქიდან რომ ვიღაცა რომ დაიწყებს იმ გზაზე მე მიყვება ყველა ანუ დაიწყო სხვა მე გავაგზელე მე და შემდეგ უკვე მოვედით ყველა ეს ადამიანი და რა ვიცი ყველა ნორმალურად გამოვდივართ რთული პირობებია საქართველოში დღესდღეობით სნოუბორდზე მით უმეტეს არის აი როგორც აღნიშნეთ როგორ შეიძლება რომ ის ბორდი არ გქონდეს რომლითაც უნდა ისრიალო ძალიან ძვირია ეკიპირება ძალიან ძვირი ჯდება და აი ეს რაღაცას ვახერხებ და ჩვენით რაღაცას მასშტაბით რომ გამოვიდეთ ტურნირზე და ვასახელოთ ჩვენი ქვეყანა და ძალიან დიდი იმედები გვაქვს შევეცდებით ყველაფერს რომ მედლები ჩამოუტანოთ საქართველოს. მაგრამ გამე მედალს ველოდები უკრაინიდან რაც მნიშვნელოვანია ეს პარალელური გიგანტური სალონი და პარალელური სალონი. ყველანაირად შევეცდები მაქსიმალს მოგზადებულები ვართ როგორც ვეკადრება ჩვენ რა ჩვენ ქართველები ვართ. ამჯერად ის ბორდები გვაქვს ხო ის ასპარეზობს. დაახლოებით გვაქვს, მაგრამ რთულია ეს ჩვენი მიზანი ძალიან რთულია ეს. უნდა იყო მარტინა შვეიცარია, ავსტრია, ჩილე, არგენტინა ვარჯიშები. მე რა ჩვენ ახლა ერთი თვეთვენახევარი ვარჯიშის შემდეგ შენ დაეჭიდო უნივერსიადაზე და მსოფლიოში ლიდერებს. იმიტომ გავუსვი ხაზი რომ რუსეთი, უკრაინა, ესპანეთი, ავსტრია, შვეიცარია, ავსტრიელების ჩამოტოვება ლუკასთვის რამხელა წარმატება იყო ჩვენთვის. მიხდით მე რაზეა საუბარი. მე კიდე მინდა ერთი აღვნიშნო რომ ლუკა წავიდა პირველად ამ ტურნირზე და ძალიან რთულია ოლიმპიადაზე იასპარეზო. მინდა მიულოცო 25 ადგილი და რა ვიცი წარმატებები უსურვო ყველა ჩვენთან. კი, ჩვენც ყველას ერთად და ცალ-ცალკე წარმატებას გისურვებთ. ისიც უნდა ვუთხრათ მაყურებელს ეს ღონისძიებები და ოლიმპიადები რომ ძალიან დიდი მნიშვნელობის არის, ხო? ვინც არის ის ეს არ არის რაღაც უბრალო ღონისძიება. აქ რომ მოხდე ჯერ უნდა შეძლო ის რომ ოლიმპიადაზე მოხდე, რა ვიცი. ნახოთ, შევეცდებით 2018 წელს. ლუკასთვის ძალიან დიდი ტრამპლინი არის, რა თქმა უნდა, ეს. კი, რა თქმა უნდა. მოდი ვსაუბრობთ უქონლობაზე, ბორდების რაღაც პრობლემებზე, თქვათ, მაინც ამდენად არის მხარდაჭერა სახელმწიფოსგან, თვითონ სნოუბორდის ფედერაციის. კი ბატონო, მე გეტყვით და გაგცნით პასუხს. მადლობა, მინდა ოლიმპიურ კომიტეტს გადავუხადო, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და ჩვენ სამთო სათხილამურო ფედერაციას. ხარდაჭერა არის, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია, მეგობრებო, რა, ეს ზღვაში წვეთია, იმიტომ რომ ჩემს უკან ბიჭები არის, ჩემს უკან გუდაური, ბაკურიანი, მესტია, პოპულარიზაცია მიდის. მეტი ხარდაჭერა უნდა იყოს, როცა 10 მილიონი ლარი იხარჯება გუდაურის განვითარებაში, ბაკურიანის ბაგირები კეთება, იქ სნოუბორდი უნდა განვითარდეს, თხილამური უნდა განვითარდეს და უფრო მეტი ხარდაჭერა უნდა იყოს. ბიზნესმენებისგან თვითონ იმ წრესგან ვისაც აინტერესებს რა არის ზამთრის სახეობა. თამინდა ხაზი გაუსვა ესა ზამთრის სპორტული ტურიზმის განვითარება. ლუკას წარმატება ეხა უკვე აინტერესებს. აი მე მიკეთი აქ გულსაბნევები 45 ქვეყანაა რა ჩვენი გულსაბნევები გაუცვალე და ყველა ჩვენი მეგობრები არიან და 3300 მეზე რო ეგებენ გუდაური კავკასიონი აი ამათ უნდა გაუთქვა სახელი. ჩვენ ერთი გამარჯვება არის რეკლამირება საქართველოსი კავკასიონის და უკვე ბრენდია კავკასიონი გახდა როგორც ალპები და
მეტი მხარდაჭერა უნდა იყოს, რაც არის, მაგრამ ნელა-ნელა მიდიოდი პროცესი, რა თქმა უნდა. და ჩემი მიზანი არის, რომ გაკეთეს ბაზები. მე 8 თებერვალს ჩამოდივარ საქართველოში და უკვე შემდგომს ბიჭები თვითონ გავლენ ასპარეზობაზე. მე და მახო სულ ერთად დავდიოდით. ხა ნუგო, მახო ბიჭები ცალკე გავლენ და მე დავრჩები საქართველოში და მნიშვნელოვანია ჩემთვის ბაზები გაკეთეს გუდაურში. მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა უნდა იყოს, მესტიაში, ბაკურიანში, სკოლები უნდა შეიქმნეს, რომ სპორტსმენებს კონდეს იმის საშუალება, რომ კვება კონდეს, ჯანმრთელი ვარჯიში შეძლონ და ყურადღება იყოს მეტი და რა თქმა უნდა. ხა ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არის თავი იქაც რო ვიყავი, პირველ რიგში ემზადებოდნენ თელი ზაფხული, რაც არის პერიოდი რა, სამ ვერს რეალებთ. კვება, სწორი, ვარჯიში, ფიზიკურები. მით უმეტეს ნუ ეხა ტრასაზე აღარაფერს ვიციან, ყველაფერი ზეპირად რა როგორ უნდა ხარ, იმიტომ რომ ვარჯიშობე თელი ზაფხული და ეს იყო ჩემთვის პირველი. ხო, რა თქმა უნდა. და 25-ზე გავედი. ხო, იმიტომ რომ იმ პირობებში თან რო არ ემზადებოდი შენ ისე როგორც საჭიროა, კიდევ უფრო კარგი შედეგია. ეს გარდა იმისა, რომ დამოუკიდებლადაც კარგი. სხვადასხვა სახეობაა, როგორც აღნიშნეთ, ხო? ოლიმპიური სახეობები ამ სრიალის სხვადასხვა არის. საინტერესოა ჩვენთან თქვა ყველა არის თუ არა, ანუ ყველა სახეობაში სრიალებენ თუ არა და თქვენ სახეობებზე რო გითხრათ, თქვენ ყველა სახეობაში ვერც ისრიალებ, იმიტომ რომ half-pipe თუდაც ერთ-ერთი არ გვაქვს. ვერ ისრიალებენ მათ. და ძალიან ძაგულია ამის გაკეთება, ძალიან იმიტომ რომ არქიტექტურა ჭირდება და ყველაფერი. ნინძა რა არის ფრირაიდი ნინძა. ანუ ფრირაიდი ეს ყველაზე პოპულარულია. ფრირაიდი რა არის? ჩემი აზრით ყველაზე ადვილი რაც კი არსებობს სნოუბორდში. ანუ მაგის ამის მე მოდის სნოუბორდ კროსი. ბევრად რთულია. აი რა განსხვავებაა შეიძლება რომ ავუხსნათ მაყურებელს მეც მაყურებელს. პროფესიონალური თვალსაზრისით რო შეხედოთ ძალიან დიდია. ანუ სულ სხვა დაფა აქვს იმას, სულ სხვა ტრასა აქვს სასრიალო. კროსი ძალიან რთულია თუ არ გაქვს იმის საშუალება რომ ტრასაზე ივარჯიშო. თუ სხვა სახეობაში შეიძლება რომ ფრირაიდი შეიძლება უბრალოდ დაფა აიღო ახვიდე მთაზე თავისუფლად ჩამოსრიალდა სადაც მოგინდება ჩამოსრიალდა სადაც მოგეწონება მაგრამ კროსი ცოტა ისეთი თემაა უფრო მომზადებული უნდა იყო უფრო შენ ჩეხეთისთვის ემზადები ხო? კი ჩეხეთისთვის ემზადები 1 მარტს არის დალნი მორავაში ჩემპიონატი ფისის ეტაპია მაქსიმალურად ვცდილობ ამ პირობებში როგორც ვარჯიშობთ რომ მოვემზადოთ და რაღაცა შედეგს მივაღწიოთ. ხო, ანუ ფრირაიდისთვის უფრო ადვილია როგორც შენ იძახი მომზადება ჩვენთან, იმიტომ შეგვიძლია უბრალოდ ფრირაიდი არ არის ოლიმპიური სახეობა, ამიტომ ადვილი არის. თავისუფალი სტილია ფრირაიდი. ეს გაუყალავია. ეშის რეალი კლები და ხტობა რა თქვენ უნდა ნახოთ ნუგორას აკეთებს ბაკურიანში. მე ნუგო მითხარ რომ ჩვენი კადრები გვაქვს, მე გადაღებული შემდეგ ეტაპზე. აქ მოვა კიდევ და ჩვენი კადრებს განახებთ რას აკეთებენ ბიჭები და როგორ დაფრინავენ. მიხეილ ტასოშვილი როგორ ახლა მომზადებული და რა შედეგს აქვს? 2 წელიწადია გამარჯვებული უნივერსიადაზე. შენ როგორ ემზადები, ეგეც გითხარი ასახეობა. მე და ნუგო ერთად ემზადებით ბაკურიანში. ჩემი სახეობა არის ანუ კროსი და ფრირაიდი. ნუ ფრირაიდი რადგან ოლიმპიური არ არის, ცოტა უკან გადავწიეთ ამ ეტაპზე. ოლიმპიური სახეობა რომ არ არის და ამიტომ კროსისთვის ემზადები ესპანეთში, გრანადაში გამოსასვლელად და ვიმედოვნებთ შეიძლება იზაგოთ კარგ შედეგს. ჩვენ აღნიშნეთ აი ეს დაინტერესება, რომელიც შეიძლება რომ გაჩნდეს რეალურად და ალბათ უკვე გაჩნდა. გარდა იმისა, რომ ვთქვათ, ვინც ჩართულია სპორტის ამ სახეობაში და თქვენი ამ გასვლებით ინტერესდება, ვთქვათ, სად ვარჯიშობთ, როგორ ვარჯიშობთ და ასე შემდეგ. აი ჩვეულებრივი ტურისტების მხრივ ვთქვათ, რა სიტუაციაა, რომ რეალურად ძალიან კარგია, ხო, გაცილებით იაფიღებს აქ ეს ამ ყველაფრის გაკეთება, რაც ძალიან ძვირი ღირს იგივე ვთქვათ, მსოფლიოს სხვა კურორტებზე, ხო, სამთო-სათხილამურო კურორტებზე. ამაზე მოგახსენებთ 2013 წელს ჩვენ ჩავატარეთ საერთაშორისო ტურნირი 118 ქვეყნის 100-მდე სპორტსმენმა მიიღო საქართველოში მონაწილეობა. 18 ქვეყნის 100-მდე სპორტსმენი ჩვენ რო ჩავდივართ ახლა სხვა ქვეყნებში გაკურებული არიან, აი დიდი სტუმარ მასმიძლობით, იმ მთები ჩვენი კავკასიონი 3300 მეტრი საძელე და ამახსოვრეთ ეს ამხელა არის სიმაღლე, გაუყალავი თოვლით. გუდაური, ბაკურიანი, მესტია. ტურისტი ჩამოდის არა მარტო იმით, რომ თან ახლოს, კი სასრიალო არაჩვეულებრივი გაქვს. მეორე დაინტერესებაა ჩვენი კულტურა, ჩვენი ტრადიცია, ჩვენი მონასტრების ძლიერება, ყველაფერი მთლიანობაში ეს ქართველებს აინტერესებს ესა და ძალიან ბევრი ტურისტია, ახლა ცელოდებით ავსტრიელებს, შვეიცარიელებს, ფრანგებს, საბჭოთა კავშირიდან ძალიან ბევრი არის სტუმარი, იმიტომ რომ ენის ბარიერია გადალახვა, უკრაინა, რუსეთი თვითონ საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ძალიან ბევრია დამსვენებლები და ესა ტურისტი აქ არ ჩამოვა ადამიანი, რომელსაც სურვა უყვარს ან შახმატს თამაშობს ან მოჭი და ვეჩამოდის სნოუბორდით, რომელიც თვითონ განმოხდეს და კავკასიონი ნახოს რა არის მესტია, რა არის უშგული, რა არის გუდაური, რა არის ბაკურიანი ტყეში სრიალი და
ჩვენ უწყობ ტურიზმის განვითარებას ხელს და ძალიან ბევრი ტურისტი სტუმრობს ჩვენ ამ სახეობები და ჩვენ ცველოდები ძალიან ბევრი რო ჩამოვიდა. და ამასთანავე შეჯიბრებებიც იგეგმება ხო საქართველოში? რა თქმა უნდა, მამაზე მინდა ხაზი გავუშვა, მე 8 თებერვალს ჩამოდივარ საქართველოში და მაქსიმალურად მე საქართველოში დავრჩები მესტია გუდაური ბაკურიანი ამ ბიჭების უკან დიდი ბევრი ახალგაზრდობა დაინტერესებული და ბევრ მოყვარულს მინდა მიმართო და უთხრა რომ უკვე ესეთი მოყვარულებს რო უყურებ რო სრიალობენ უკვე თითქმის ჩვენ დონემდე მოდიან და რაღაც აკლიათ. იქნება ღია ჩემპიონატი, სადაც ყველა შეიძლება მონაწილეობის მიღება და იქიდან უკვე არჩევა გავაკეთებთ, რომელი იქნება საქართველოს ნაკრებში. დაგეგმილია snowboard cross-ში, slopestyle-ში, freeride-ში შეჯიბრებები, უნივერსიადა იქნება დაგეგმილი და მრავალი შეჯიბრებები იქნება ბაკურიანი, გუდაური, მესტია ეტაპობრივად და გამოვლენდებიან ძლიერი სპორტსმენები, ძლიერი მოყვარული სპორტსმენები, რაც საერთაშორისო ასპარეზზე გაგვიყვანს ჩვენ და ჩემი მიზანი არის აი ამ ბიჭებიდან, რომელიმე გახდეს კორეაში ოლიმპიადა 2018. ჩემი დიდი მიზანია რომ გავუყანო სპორტსმენი. მე მივაღწია 2014 წლამდე სოჩის ოლიმპიადამდე, რომელიც რევაზ ნაზგაიძე გახდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სტიპენდიანტი. ეს უმნიშვნელოვანესია, სამი სპორტსმენი იყო, მოთხილამური, მოციგურავი და უკვე სნოუბორდისტები. მრავალი წინსვლა გაქვს. მოვიპოვეთ ჰომოლოგაცია და კოდექსი გუდაურში შეჯიბრებები ჩავატაროთ საერთაშორისო, ევროპის თასი, მსოფლიო თასი ეტაპობრივად. და ძალიან ბევრი წარმატებები აქვს. მე თვითონ დელეგატად ვიყავი ბულგარეთში, შვეიცარიაში, ავსტრიაში. აი ეს გული არის ჩემი მიხდით, რაზე ვიძახი მე აი აქ ვარ, ეხლა რო საუბრობთ, აი ამათან ვარ, გუდაურში ვარ, ბაკურიანში ვარ. ჩემთან წარმოვიდგინეთ, ეხლა ჩამოვედი ავსტრიიდან, ხვალ მივდივარ ესპანეთში, ბიჭების დოკუმენტაცია უნდა შევაგროვო ჩეხეთი, ბიჭები უკრაინაში, ლუკა მოვემზადოთ შემდეგი ეტაპისთვის. აქ საქართველოში დაგეგმილი შეჯიბრებები და აი ერთი გუნდი ვარ, ჩვენ ერთად ავართ ყველა და ერთიანობა მიხდით რაზეა საუბარი. ერთი რამი და გამომახვილო ყურადღება და ვისარგებლო ზუსტად ერთი წუთით. გუშინ ჩვენ მოფრინავდით გერმანიიდან. თვითრინაში ჩვენი ხელისუფლება იყო, ოპოზიცია, პოზიცია. უბრალოდ გამიკვირდა შემოგევლებით. მე ქართველი ვარ. ჩვენ ქართველები გვაქვს. რა გვაქვს ერთმანეთში გასაყოფი? მოვეფეროთ, ვაპატიოთ ერთმანეთს და შევიყვაროთ ერთმანეთი. ერთად ვიქნებით, ყველა გავემარჯვოთ. ჩვენს გავემარჯვოთ, საქართველოს წინ დადგება და ფეხზე დადგება. ჩვენ ივერიის წილხვედრი ქვეყნის შულები ვართ. შემოგევლებით, უბრალოდ გადაუხვიე ყველას და მიუტოვოთ ერთმანეთს. მოვეფეროთ ერთმანეთს და გავძლიერეთ. ჩვენ გავემარჯვოთ, საქართველოს გაემარჯვოს და ჩვენს რაღაც აი ნეგატივი შემოგვაქვს, ჩვენი ფერები, ჩვენი სიხარულით. მე მიყვარს ჩემი ქართველი ერი, მე ქართველი ვარ, გულზე მაწერია და ეს მარტო სნოუბორდი არაა. ჩვენ საქართველოს დროშა გამაქვს. მე ალპებში ვიყავი და ლუკას უყურებდი, რომ ამოდიოდა ჩემთან და რა სიხარული განვიცადეთ ჩვენ, დროშას ვაფრიალებდი და მყარად ვიდეკით. ვიდეკით იმისთვის, რომ თქვენთვის ჩამოგვეტანა გამარჯვება და წინ გავსულიყავთ. ყველას მოგეფერები და მოგესიყვარულებით ჩვენ და ჩვენ რაც შეგვიძლია გაგახარებთ სიხაული და ყველა გავიხაროთ და ყველა ძლიერად და ერთიანად ვიყოთ შემოგევლებით მე თქვენ ყველას. ძალიან დიდი მადლობა. ცოტა გადავხვიე. მე რამიდა კიდე მე შემდგომისთვის აი როცა ჩამოვალ, უბრალოდ მე დეტალურად მინდა აგიხსნათ რომ ერთხელ იქნება ქალბატონი ირმა, ჩვენი პროდიუსერი, მადლობერი ვარ, აი ესე მოპატიჟებისთვის აგიხსნით თუ რა არის სნოუბორდი, თუ როგორ შეიძლება სამაგრები დადგეს, თუ რას ნიშნავს ფლექსი, რა არის გორტექსი, რატომ უნდა გეცვეს შიდა საცვალი, რაცა თერმომაისურები, როგორ დავაყენოთ კუთხურად ბორდები, რატო არის ჩაფხუტი, ხერხემალის დაცვა, როგორ არის სწორი დგომა, როგორ ხრებით უნდა მოუხვიო, რა სახეობაში არის, რა სიმაღლის ბორდი უნდა გქონდეს, როგორი ბატიკი უნდა გეცეს. ამ თლიანად მე მოხდება ერთი პერიოდი, რომელსაც ყველას 1-20 წუთი არ ყოფნის დრო, რომ ამაზე ვისაუბროთ ყველაფერი და გადმოგცეთ ხომ მიხდით რა და ერთ მომაის დრო, რომელსაც ჩვენ მოვა და აგიხსნით ყველა. ჯერ არ დაგვშვიდობები ვართ მოკლედ და უკვე გვაინტერესებს როგორი იქნება თქვენი შემდეგი სტუმრობა, მაგრამ მანამდე ვინც არის გულგატეხილი მაყურებელი, რომელმაც ძალიან ბევრჯერ წადა და არაფერი არ გამოვიდა და არ აქვს იმხელა ამბიციები ახლა როგორც თქვენ, მაგრამ უნდა რომ გამოცადოს და ისრიალოს და თვითონ სიამოვნება მიიღოს. თავისი ჭია გაახაროს მოკლედ ესე რომ ვთქვათ რა. არსებობს ისეთი ადამიანი, ვინცთანაც აი ძალიან ეცადეთ და არ გამოვიდა არაფერი, თუ ყველა შეუძლია რომ რაღაცა შედეგს მიაღწიოს. არ გამოუვიდეს, მთავარია სწორი დადგომა, სწორედ დადგომა. უნდა აიყვანო ინსტრუქტორი და ისრიალო მასთან ერთად 2 საათი მაინც მაქსიმუმ და შემდეგ უკვე თვითონ მიხვდები ადამიანი როგორ დადგე. ანუ უიმედო შემთხვევა არ არსებობს. არ არსებობს. აი ესე პოზიტიურად გჭირდება, ოღონდ დადგება, რა თქმა უნდა. ანუ ძალიან დიდი მადლობა, სამწუხაროდ დრო არ გვაქვს, სწორედ ვიცი რომ წარმატებას გისურვებთ, ყველა სხვადასხვა მიმართულებით გიშვებთ მოკლედ და იმედი გვაქვს რომ ყველა ლოკაციიდან ჩამოხვალთ ძალიან კმაყოფილებით და ძალიან გულშემატკივრობთ ეს იცოდეთ, გემშვიდობებით.